დავით ზალკალიანმა თავისუფალი დემოკრატები დატოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე განმარტავს, რომ მას პოლიტიკურ გუნდში უთანხმოება არ ქონია, უბრალოდ არასამთავრობო სექტორში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა. ზალკალიანი უკვე რამდენიმე თვეა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს. როგორც თავად განმარტავს, გადაწყვეტილება პარტიის ლიდერებთან მან 6 თვის შეათანხმა, მანდატი კი ოფიციალურად ოქტომბრის დასაწყისში დატოვა. დავით ზალკალიანი თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი დამფუძნებელია, ის ბოლო პერიოდში შიდა პარტიულ საქმიანობას ეწეოდა, მანამდე კი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს, რომელიც წელიწადნახევრის წინ მაშინდელი მინისტრის მაია ფანჯიკიძის გადადგომის შემდეგ დატოვა. არანაირი პოლიტიკური უთანხმოება მე ჩემს მეგობრებთან არ ქონია, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე გახლავართ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და გამომდინარე იქიდან ახან ვარ მე ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, არ მსურდა რომ ჩემი განცხადება ყოფილიყო რომელიმე პარტიასთან დაახლოებული და სწორედ ამიტომ ამ უხერხულობის თავიდან მოხსნის გამო მივიღე მე ეს გადაწყვეტილება. დავით ზალკალიანი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც შექმნა თავისუფალი დემოკრატები და მან და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 6 თვით ადრე თუ მეტი არა, რომ მას გააგრძელებინა მოქმედება და მუშაობა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში. თითიდან გამოწვეული ინსინუაციები აქვს ივანიშვილის მხრიდან, ასე ვთქვათ, ამ საკითხებს და ამას არ მიაქციოთ ყურადღება, ისე როგორც არასდროს თავისუფალი დემოკრატები ვართ ერთიანი